Алло, мака тазо вар მე სათხარ თუ კაცრავა. ვისაც მე დავუკავშირდი და ვისაც ვის კოორდინატორიც მე ვარ, იმანაც იცის უკვე. იქიდან გამომდინარე, რომ უნდა დავიცვათ ესე მკაცრად უსაფრთხოების ზომები, ჩვენიდან საორგანიზაციო ჯგუფიდან იყო სულ არის 2 ადამიანი საკომუნიკაციოდ გამოყოფილი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. რომლებსაც კომუნიკაცია გვაქვს შემდეგ უკვე აქვთ კომუნიკაცია კოორდინატორებთან. ერთ-ერთი კოორდინატორი მე ვარ და კიდე ანა ჭიღვარიას ხალხი ხართ აქ. თუ რაიმე მოხდა და არ ვიცი, ვარაუდობთ, რომ არაფერი ისეთ საში არ უნდა მოხდეს, მაგრამ თუ რაიმე მოხდა, ძალიან გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევაში პირველ რიგში აუცილებლად ვემორჩილებით პოლიციას და არ უნდა ვიყოთ აგრესიულები და დაუმორჩილებლობა ამ შემთხვევაში საკმაოდ ცუდად შეიძლება აისახოს. და ასევე ემორჩილებით თქვენს კოორდინატორებს, ვისი კოორდინატორიც მე ვარ, მოგვიწევს ასე ვთქვათ, რომ მოგიწევთ გაითვალისწინოთ ის, რასაც მე გეტყვით, იმიტომ რომ მე მაქვს პირდაპირ კომუნიკაცია იმ ადამიანებთან, რომლებიც არიან დაკავშირებული შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვინც იცის და ვინც არ იცის, 2 თვე ნახევარია უკვე რაც ამ აქციას და ზოგადად კამპანიას და აქციას გეგმავთ, მათ შორის ვხვდებით შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. დებიაჩემ გამომოწია დღეს დილის ბოლოს და მოსახლიდან. აუ, რა გამახსენდა, იცი, Black Mirror-ში რო ერთ სერია, ტიპს რო იმას მახსოვრობას რო უთიშავდა. ყოველ დღე რო ერთი და იქ საკითხი. ხაი, მგონი. აი, მარცხოზე ასაში. მარაფერი არ უჩიშავდი. ყველაზე უსაფრთხო აგარში. ჩვენთან ვიცხართ კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ახლოს იყო თავეთის ჩვენთან, იმიტომ რომ მანთან კონც ბესნაზეა. მეგობრებო, პოსტერები რო ავიღოთ და სამი ადამიანი რომელიც საფსავს კრიტიკოს დაიკავა. არა, არა, მე გადაი. ჩვენ დღეს აქ გავართ ლესბოსელი ქალები, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი ადამიანები და ჩვენი მეგობრები, ჩვენი მხარდამჭერები. კიდევ ერთხელ მადლობა მათ. მე მინდა გავიხსენო 2013 წელი, დღევანდელი დღე. მინდა გაგახსენოთ, რომ პრინციპში ეს პირველად არის, როცა ჩვენ შევძელით დღეს ერთად დგომა აქ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიწევს აქ ამ პირობებში შეშინებულებს, თუმცა მაინც ძალიან ძლიერებს. მადლობა თქვენ ამისთვის. მე ალბათ მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი. ჩქარობ, ნერვიულობ. კიდევ ერთხელ არ მოგკლათ. არ გავაყაროთ სახლებიდან, დაგვიცხოს სახელმწიფომ შექმნას ეფექტიანი მექანიზმები ჩვენი დაცვისთვის. ჩვენ თქვენი მოქალაქეები ვართ. ჩვენ უნდა ვიდგეთ ერთად. ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ დავანახოთ საზოგადოებას, რომ ჩვენ ვარსებობთ. ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები. ჩვენ ვართ საქართველოს სტუმრები, იმ სტუმრებისთვის, ვინც დღეს აქ არიან. ჩვენ ყველანი შევადგენთ ამ საზოგადოებას. ყველა შეგვაქვს წვლილი ამ საზოგადოების განვითარებაში. უკაცში.
მე როგორც ლესბოსელ ქალს შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთვის ამ ქვეყანაში ცხოვრება არის რთული. განსხვავებით სხვა მარგინალიზებული სოციალური ჯგუფებისგან, გარიყული სოციალური ჯგუფებისგან, ჩვენ ხშირად არ გვაქვს ჩვენი ოჯახის მხარდაჭერა. ჩვენ ხშირად არ გვაქვს მეგობრების მხარდაჭერა, იმ ადამიანების მხარდაჭერა, ვისაც პირველ რიგში ვენდობით ხოლმე და ვინც პირველ რიგში უნდა დაგვიცვას გარემოს ძალადობისგან. და სწორედ ამიტომ ვართ აქ ჩვენ, რომ დავანახოთ ადამიანებს, რომ ჩვენ ვარსებობთ. არ ვართ უცხო პლანეტელები, ვართ აქ დაბადებული გაზრდილი ადამიანები, ჩვენ ვიხდით გადასახადებს. მოვითხოთ უსაფრთხოებას! მოვითხოთ თანასწორობას! მოვითხოთ უსაფრთხოებას! და ჩვენ გავიმარჯვებთ! აი,